აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2023 წელს 20 პროგრამას ახორციელებს. რამოდენიმე პროგრამა პილოტურ რეჟიმში თანადაფინანსების გზით ხორციელდება. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო 20 პროგრამიდან ახორციელებს თანადაფინანსებას 3 პროგრამაში. ეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ბიოპსია. 6 თვის ანალიზმა აჩვენა, რომ ბენეფიციართა რაოდენობა მიუხედავად თანადაფინანსებისა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ბენეფიციარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება მიიღოს მისთვის სასურველ კლინიკაში, სადაც არის მისი ოჯახის ექიმი და მაღალიანობის ფაქტორი. ინგა ფოფხაძე ონკოპაციენტია, რომელსაც კიბოს დიაგნოზი 1 წლის წინ დაუსვეს. მან კიბო უკვე დაამარცხა და სწორედ კონტროლის მიზნით მისთვის სასურველ კლინიკაში თანადაფინანსების გზით ჩაიტარა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის თანადაფინანსების პროგრამის შესახებ მკურნალი ექიმისგან გაიგო. ეხლა უკვე კონტროლზე ვარ, 2500 ლარიანი კვლევა მჭირდებოდა და 500 ლარიმდე მიწევს გადახდა, დანარჩენი დამიფინანსა აფხაზეთის სამინისტრომ. წელს ჯანდაცვის სამინისტრო პირველად ახორციელებს თანადაფინანსების პროგრამას ბიოპსიურ დიაგნოსტირებაზე. ბენეფიციარს შეუძლია თანადაფინანსებით მისთვის სასურველ კლინიკაში ჩაიტაროს ბიოპსიური გამოკვლევა. ონკოპაციენტებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ბიოპსია ეს არის ოქროს სტანდარტი დაავადების ვერიფიცირებისათვის და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის თანადაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიის გამოკვლევის ქვეპროგრამაა. ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდი, რომელიც უკონკურენტოდ ითვლება კიბოს დიაგნოსტირებაში. აქ ხდება ქსოვილის როგორც სტრუქტურული, ასევე თვისობრივი შეფასება, რაც ონკოპაციენტებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაავადების შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. პროგრამა მოქმედებს ასევე რეგიონში მცხოვრებ დევნილებზეც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პრიორიტეტული ჯგუფების დაფინანსების პროცენტული თანაფარდობა და დაფინანსების თანხის ოდენობა განსხვავდება არაპრიორიტეტული ჯგუფების ბენეფიციარებისაგან. ასამ პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებმა უნდა მოხმარდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში, წარმოადგინონ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა 100, ანგარიშ ფაქტურა, დევნილის მოწმობა, პირადობის მოწმობა და განცხადებით შემოვიდნენ სამინისტროში. სამინისტრომ გამოყო პრიორიტეტული ჯგუფები, როგორიც არის სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიკუთვნებული ბენეფიციარები, შშმ პირები, ვეტერანები, ბავშვები, ონკოპაციენტები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ბენეფიციარები, რომლებიც ამ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გარკვეული უპირატესობით სარგებლობენ.